ინგოროყვას კლინიკის ბაზაზე თბილისში ახალი მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნა. ცერემონიას პრემიერი ჯანდაცვის მინისტრია დედაქალაქის მერი დაესწრნა. კლინიკა ონკოლოგიური მიმართულებით იმუშავებს და მასში ასევე ფუნქციონირებს ბავშვთა რეანიმაცია და პედიატრიული ონკოჰემატოლოგიური სამსახური. ახალ ცენტრში 110 ადამიანი დასაქმდა. მიმდინარეობს ერთობლივი ექიმთა გადამზადების პროგრამები, ისრაელთან ერთად მიმდინარეობს ექიმების გადამზადება და ერთობლივად ტარდება ისეთი ოპერაციები, რომლებსაც ადრე საქართველოში არ ატარებდნენ. მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება პირველად საქართველოში და ამისი ყველა პირობა არის ამ კლინიკაში შექმნილი. იმისთვის, რომ ბავშვებში მოხდეს ამ პროცედურის ჩატარება, საჭიროა, რომ ეს განყოფილება იყოს ასოცირებული მრავალპროფილიან კლინიკასთან, სადაც იქნება ბავშვთა ქირურგია, ბავშვთა რეანიმაცია, განყოფილებები და ასე შემდეგ. საბედნიეროდ კლინიკა დაპროექტდა და აღჭურვა ესე, რომ ყველა ამ პირობას აკმაყოფილებს. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს პროცედურები ბავშვთა კონტინგენტშიც გაკეთდეს საქმე. უახლოეს მომავალში ისრაელის ჯგუფი ჩამოვა და ჩვენ ექიმებთან ერთად გააკეთებენ პირველ გადანერგვას ძვლის ტვინისას და ამ ავადმყოფებს აღარ მოუწევთ. ამ ძიმე ავადმყოფებს უცხოეთში წასვლა და ეს ყველაფერი მოხდება საქართველოში.